ორმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, ეს ორგანიზაციები გახლავთ გერმანიის დემოკრატიის ანგარიშგების საერთაშორისო ორგანიზაცია და სამოქალაქო უფლებების საზოგადოებამ, მათ მოიგეს სასამართლო პროცესი პლატფორმა X-ის წინააღმდეგ. ეს ორი ორგანიზაცია ითხოვდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომას, იმ ინფორმაციაზე და იმ მონაცემებზე, რომლებიც აჩვენებდა იმას, თუ რა გავლენას ახდენს სოციალურ ქსელში და კონკრეტულად კი პლატფორმა X-ზე გავრცელებული ინფორმაცია გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა პლატფორმა X-ისგან მათ უარი მიიღეს ამ მონაცემების წვდომაზე, განსხვავებით სხვა სოციალური ქსელის პლატფორმებისგან და ბერლინის რეგიონალური სასამართლოსგან ითხოვდნენ ამ მონაცემებზე წვდომას და ბერლინის სასამართლოს სულ რაღაც 72 საათი დასჭირდა იმისთვის, რომ დასკვნა გამოეტანა და მათ მისცეს ამ ორგანიზაციებს წვდომა იმ მონაცემებზე, რომლებიც საჭირო არის 3 წლიანი პროექტისთვის, კვლევითი პროექტი გახლავთ ეს, სადაც იკვლევენ და შეისწავლიან ონლაინ პოლიტიკურ დისკურს რამდენიმე ძირითადი არჩევნების წინ და მათ შორის არის ევროპარლამენტის არჩევნებიც, რომელიც შარშან გასულ წელს ჩატარდა და პლატფორმა X-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორედ აი ამ პროექტში გამოიყენებენ და პლატფორმა X-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელი ყოფილა თავად ევროკომისიის მიერაც კი და მათ ჯარიმებიც კი დააკისრეს პლატფორმა X სწორედ იმის გამო, რომ ილონ მასკის პლატფორმა არ ემორჩილება ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს. ეს გახლავთ ის ციფრული სერვისების აქტი, რომელიც სოციალური ქსელის დიდ პლატფორმებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიაწოდონ ინფორმაცია ევროკომისიას, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმი და ვრცელდება თუ არა დეზინფორმაცია ამ პლატფორმებზე და თუ ვრცელდება, როგორ უნდა გაიცხრილოს დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ევროკავშირის სტანდარტების მიერ, ევროპული კანონმდებლობის მიხედვით და ევროკომისიამ დაიწყო ახალი დამატებითი გამოძიებაც კი პლატფორმა X-ის წინააღმდეგ, რადგან უკვე წლები არის პლატფორმა X-ი არ ემორჩილება ევროკომისიის ციფრული სერვისების აქტს და სოციალურ ქსელში გერმანიის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვრცელდება არაერთი დეზინფორმაციაც, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები, სადაც ჩანს მაგალითად ქალები, რომლებიც მოუწოდებენ ამ მომრჩევლებს, რომ მისცენ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის ხმა, თუმცა ამასთან დაკავშირებით არაერთი ექსპერტი საუბრობს ამ პარტიასთან დაკავშირებით, რომ პარტია დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც კრემლის მიმართ გამოირჩევა ლოიალურობით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დეზინფორმაცია გაიცხრილოს სოციალურ ქსელში და სწორედ ამას ემსახურება ევროკომისიის ციფრული სერვისების აქტი, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვდნენ საჯარო მონაცემებს პლატფორმა X-ისგან, სწორედ ამ დეზინფორმაციის გარკვევას ცდილობდნენ, თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პლატფორმა X-ი არ აძლევდა მათ წვდომას ამ მონაცემებზე, თუმცა ახლა ბერლინის რეგიონალურმა სასამართლომ მათ სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა და ორგანიზაციების შეძლებენ, რომ პლატფორმა X-ზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასონ და შეაფასონ ის, თუ როგორ ახდენს ის გავლენას საზოგადოების განწყობაზე.